დავით ჩავლიაშვილის სამინისტროში აღარ იმყოფება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრემიერს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. ოფიციალური განცხადება უწყებამ გაავრცელა გადაწყვეტილების მიზეზად დავით ჩავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. ელისო ჯარიაშვილი მუშაობს თემაზე. ელისო, რა გამოხმაურებები მოყვა ამ ეტაპზე მინისტრის გადაწყვეტილებას? ცოტა ხნის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით დავით ჩავლიაშვილის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებმაც. ისინი ერთადერთ მიზეზად დავით ჩავლიაშვილის გადადგომის ასახელებენ მის ჯანმრთელობის გაუარესებას. ამ დრომდე უცნობი რჩება თუ ვინ შეიძლება დაიკავოს მინისტრის პოსტი დავით ჩავლიაშვილის ნაცვლად. რაც შეეხება გადადგომის მიზეზს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია არ ქონდა დავით ჩავლიაშვილის კოლეგა ჟანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს. ის რომ მას აღმოუჩნდა, ესე იგი, საკმაოდ სერიოზული დაავადება, თანდაყოლილი, როგორც ჩანს, დეკემბერში გამოვლინდა, მაშინ ქონდა ეს პირველი შეტევა. მე მაშინვე დაახლოებით ბოლო 4 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მომმართა თხოვნით რომ გადამდგარიყო, მაგრამ ვინაიდან საქართველოში იყო საკმაოდ ისეთი რთული ვითარება, გამომდინარე ახალი გამოწვევებიდან, გამომდინარე ლარის დევალვაციიდან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველი კვარტალი დასრულებულიყო ძალიან წარმატებულად და სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო, არ გადამდგარიყო. ეს პირველი კვარტალი მან მართლაც წარმატებით დაასრულა. შეგახსენებთ ყველას, რომ 107%-იანი შესრულება ჰქონდა მის სამინისტროს, სწორედ მისი დამსახურება არის. მე გავიზიარე, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მეწყინა მისი გადადგომა, თუმცა რა თქმა უნდა მე მას ვერ დავაძალებდი, ვეღარ ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო და გაეგრძელებინა მუშაობა, იმიტომ რომ ეს მის ჯანმრთელობას შეეხება. დღეს ჰქონდა მე უკვე, ესე იგი, გუნდის შიგნით კონსულტაციები. მე მინდა აქვე დაგიდასტუროთ, რომ ახალი მინისტრი იქნება ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი. ასე რომ ჩემთვის ადრეს ხონდა ნათქვამი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ხელს არ უწყობდა და აპირებდა წასვლას. და დღეს შევიტყვი ამის შესახებ და ძალიან მწუხვარ. ის ჩემი მეგობარია და დარჩება ჩემი მეგობრად. ბატონი დავითი საკმაოდ ეფექტურად უძღვებოდა თავის საქმეს და მე გითხარით, საკმაოდ ღირსეული ადამიანია. მე ძალიან მწუხვარ რომ ესე მოხდა, მაგრამ ჯანმრთელობა მას ხელი არ შეუწყო. რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა მე სამწუხაროდ არ ვიცი დეტალებით. ეს არის მისი პირადი განცხადება, სადაც ის ასაბუთებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია და ამის გამო ისტოვებს პოსტს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გარკვეული შექებაც იყო მისი მიმართებით, იმიტომ რომ გარკვეული თემები წამოიწია და სწრაფად მიდიოდა. ამიტომ ასეთი ინფორმაცია, რომ ის არ იყო წარმატებული და ამის გამო შეიძლება და პოსტი ეკავებინა, ნამდვილად არ არის სიმართლესთან ახლოს. ეს არის უბრალოდ გადაწყვეტილება თავით მინისტრის და ალბათ მან უფრო კარგად იცის გადადგომის შესახებ. მე აფთოვანებული ვიყავ მისი როგორც ადამიანობით, ასევე მისი პროფესიონალები ფაქტებით ჩანს, მის მიერ გაკეთებული საქმეები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ნახოთ. როგორც უკვე მოისმინეთ, სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი და პრემიერმა დაადასტურა, რომ დავით ჩავლიაშვილს შეცვლის ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ და მისთვის თავად მოულოდნელი იყო დავით ჩავლიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მინისტრის წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. ჩავლიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა განცხადება. არც ვიცი, მე არ გამიგე, აი ახლა გავიგე პირველად. მას უკავშირდებთ თქვენ მაშინ რო გითხრათ? არც ვიცი. შენიშნებს თუ არ უკავშირდება ჩავარდნილ ტენდერებთან? ალბათ გაგვიხსნიან თვითონ გაგვიმარტავენ. მე არაფერს არ ვფიქრობ, არ ვიცი, მიზეზი არ ვიცი. მაგასაც პრემიერი გადაწყვეტს, პრემიერის გადაწყვეტია. მე არ ალბათ უხერხულია, სანამ დაასახელოს პრემიერი, ჩემგან უხერხულია. დავით ჩავლიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის რანგში საჯაროდ ბოლოს გამოჩნდა გუშინ მთავრობის ხდომაზე, როდესაც მან მიაწოდა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია ათონელის რეზიდენციაში დასრულებული სამუშაოების შესახებ. დავით ჩავლიაშვილის გადაწყვეტილება არ იწვევს მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების აუცილებლობას. მადლობთ ელისო ჯარიაშვილი საუბრობდა პირდაპირ